მოგესალმებით მეგობრებო, დღეს განვახორციელებ ჩართვას ჩვენს ჯგუფში, იქიდან გამომდინარე, რომ იყო საკმაოდ ბევრი შეკითხვები და მოკლედ ვეცდები გიპასუხოთ. დანარჩენი კითხვები შეგიძლიათ დამიტოვოთ ან კონსულტაციის თუ შეგიძლიათ მომწეროთ მითითებულ ნომერზე, რომელსაც ახლა დაგირთავთ, უბრალოდ ტესტავ ერთი წამით. ან კითხვები, რომელიც გექნებათ, შეგიძლიათ აქ დამირთოთ, რომ ყველასთვის ხილვადი იყოს. ეს არის ჩემი WhatsApp-ის ნომერი. ახლა გამოგიგზავნოთ ყველაფერს მეგობრებო და შეუდგეთ განხილვას თუ რა სიახლეები მოგვიტანა ამ ახალმა კანონმდებლობამ. მოკლედ დაგირთეთ ჩემი WhatsApp-ის ნომერი, ასევე პირველი ვისაც გსურთ გაიგოთ სიახლეები, რაც დაიდება ძალიან მალე და ეს საფხული იქნება საკმაოდ ცხელი ამ კუთხით იურიდიულად. ჩემი YouTube არხი და ასევე TikTok არხიც, რომელსაც ახლა ჩაგიგდებთ. ვინც დაინტერესდებით, შეგიძლიათ აგერ გადახვიდეთ ლინკებზე და პირველები იყოთ, ვინც დაინტერესდებით. მოკლედ დიდ დროს არ წაგართვევთ, პირდაპირ საქმეზე გადავალ, ერთს გეტყვით, რომ არ შემიძლია მადლობით არ დავიწყო, რომ აფასებთ მუდმივად ჩემს აქტივობებს, ჩემს ქმედებებს როგორც იურისტის და ასევე სხვა სფეროებშიც და მე ერთს გეტყვით, რომ მაინც სასარგებელი მოიტანა ამ 20 მაისის კანონმდებლობამ. ძალიან ბევრი თემა არის განსახილველი, თუმცა ძირითად აქცენტებს იმაზე გავაკეთებ, რაც ჩემი აზრით ამ ეტაპისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია თქვენი შეკითხვებიდან გამომდინარე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვისაც კითხვები გექნებათ ისეთი, რომ აქაც დავრთოთ, არანაირი პრობლემა არ არის, შეგიძლიათ დაგვირთოთ და ჩვენ გიპასუხებთ ჩვენი გუნდი რაც შეიძლება ოპერატიულად, აი აქ კარგი იქნება თუ გადააზიარებთ და მონიშნოთ თქვენს მეგობრებს ამ მალობას გადაგიხდით. პირველ რიგში ახალი კანონმდებლობა დამტკიცდა 2024-ის და მე-13 მაისს უკვე ახალი ინსტრუქციები და აი ამ მაისის ინსტრუქციებზე დაფუძნებით უკვე ჩვენ გქონდა გარკვეული სიახლეები, რომელიც ძალაში შევიდა 20 მაისს და 20 მაისს შესული ახალი კანონმდებლობა იმას ითვალისწინებს, რომ გამოჩნდა ახალი ფიგურები. ალბათ თქვენც უკვე გეცოდინებათ ჩემი ძველი ვიდეოებიდან და წინა ვიდეოებიდან, რომელიც გუშინაც დაიდო. მაგალითად, არაიგო de segunda oportunidad, არაიგო სოციოფორმატივო და არაიგო სოციოლაბორალი. ასევე ჩაბარების ინსტრუმენტებს შეეხო გარკვეული საკითხები და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ისაც, რომ რაც მე ყოველთვის ვიძახი, ეს ფაქტიც გამართლა. ნახეთ მეგობრებო, ანუ ახალი კანონმდებლობით სარგებელი მიიღო ძალიან ბევრმა ადამიანმა, ვინც მაგალითად აქ ჩამოდის, ან უკვე იმყოფება და არ არის ჩაბარებული, თუმცა ის ფაქტი, რომელიც ხალხს დაპირდნენ, რომ ესე ვთქვათ, მოხდებოდა ჩაბარება, ესე ვთქვათ, უარის თქმა თუ მოგიწევდა წელიწადში 6 თვეში აიღებდი, ანუ disposition quinta transitoria არ ხდება ჯერჯერობით და ეს რამე დაუტოვეს ჩაბარებულ ადამიანებს, რომ ან უარი ეთქვათ ამ ყველაფერზე, ანდაც თუ უარს არ იტყოდნენ, მაშინ შესაბამისად დროისათვლა იქიდან დაეწყებოდა, სამდღაც არ იყვნენ ჩაბარებულები, ან მეორე შემთხვევაში ნულიდან ათვლა. რეალურად ეს ცოტა სისულელეა, იმიტომ რომ ახლა მასიურ ლეგალიზაციაზე წამოიჭრა საუბარი და ცოტა კითხვებს აჩენს, ანუ ამდენი ადამიანი, რომელიც 9 მილიონზეა საუბარი, მარტო დაუთვლელი კიდე რამდენი არის, დატოვეს ასე როგორ გითხრათ, ასე უყურადღებოდ, ხო, ეს გაუთვლელად და ამიტომაც მე პერსონალიც გაიფცა. დღეს საბუთების თემაში საკმაოდ რთულია ამაზე ანალიზის გაკეთება, თუმცა მარტივად რო გითხრათ, აუცილებელია სამ რიგით ნაბიჯებს გადადგამთ და ნებისმიერ რაიმე დასკვნაზე გახვალთ, აუცილებლად კონსტატაცია გაიაროთ, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი საკითხებია ეს და არ არის რაღაცა სახუმარო. ჩაბარებაზე ხშირად მეკითხებიან და გეტყვით, რომ ახალი კანონმდებლობით თუ ჩაბარდებით, კი, როგორც ესეთი არსებობს ეს ფიგურა და იქნება, თუმცა მინდა აქცენტი გავაკეთო იმაზე, რომ თუ ჩაბარდებით, უნდა იცოდეთ, რომ შემდგომ გადასვლა პირდაპირ ლეგალურ გზებზე ათვლა ნულიდან დაიწყება. თუ არ მოხდა, რა თქმა უნდა, მასობრივი ლეგალიზაცია. ამიტომ ჩაბარებას ყველა кейსი ინდივიდუალურია, ინდივიდუალურად გასახილველია და ჩემი სურვილი არის რომ მარტივად გაიგოთ, რომ ერთ გზას თუ არჩევთ, უკვე მეორე გზა გადაკეტილია. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ადრე სხვანაირად იყო, ძველი კანონმდებლობით ხელმძღვანელობა შევეშვათ, უკვე 20 მაისს გადაცდა და ამიტომაც მაქსიმალურად მობილიზდეთ იმაზე, რაც წინ გველის. მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველა იმ ადამიანს, ვინც ნიშნავს მეგობრებს, ვინც აზიარებს, იმიტომ რომ და ვინც აიწონებს ამ პოსტებს, იმიტომ რომ ხედავ თუ რამხელა სიყვარულს გრძნობ თქვენგან და ამის დაფასებას ჩემგან აუცილებლად მიიღებთ. რაც შეეხება უშუალოდ, ესე იგი, ჩაბარებას გითხარით, დანარჩენი უკვე შეგიძლიათ ჩემს TikTok-ზეც ნახოთ, YouTube-ზეც
და ჩემი რჩევა მთელი გულითადი ის იქნება, რომ სანამ ამ ნაბიჯს გადადგავთ, ვინც მოდიხართ აქედან განსაკუთრებით, ანუ საქართველოსდან, ან ვინც აქ ხართ, სანამ უარს იტყვით, ან გაასაჩივრებთ, ან ამ შემდეგ, კარგად აწონდაწონოთ და ნებისმიერ ჩემთან თუ არ ნებისმიერ იურისტთან, ადვოკატთან მიდით და გაიარეთ კონსტატაცია, იმიტომ მნიშვნელოვანია ამ საკითხების კარგად გაანალიზება. მე არაფერს არ გიმალავთ, გეტყვით, რომ ერთ შემთხვევაში თუ გაასაჩივრებთ, შეგიძლიათ მუშაობა, მაგრამ სამსახურის თემაზე დავიწყების თემა მიდის, მაგრამ თუ არ გაასაჩივრებთ და უარს იტყვით, არც ეს 6 თვიანი არ არის, ასე ვთქვათ, ძალიან ბევრს შეცდომა შეიყვანა ადამიანი. მე არც ერთი კლიენტი არ ყავს, რომელსაც ვთქვა, უარი იმის გამო, რომ 6 თვიანი აიყო, იმიტომ რომ ვფიქრობდი, მე მკაფიოდ ამ პოზიციაზე ვიყავი. თუმცა რა თქმა უნდა, ყველას თავის პოზიცია ჰქონდა, იმიტომ რომ იყო მოსალოდნელი, ამას არ უარყოფ, თუმცა მე რატომღაც გონია, რომ ესპანეთის ბიუროკრატიული სისტემიდან გამომდინარე, ესეჯობდა და საბოლოოდ გამართლა კიდევაც. მე გირჩევთ, რომ თქვენ თუ რაიმე შეკითხვები გაქვთ, ისეთი რაც შეგიძლიათ ეს ლაივი დარჩებათ, აუცილებლად ჩაანიშნოთ ეს კითხვები და მოგწეროთ ამ ჯგუფში, აი ამ კონკრეტულ ლაივზე, იმიტომ რომ ეს დღევანდელი ლაივი, რომელიც ჩაიწერა 23 მაისს 2025 წლის თქვენ შეკითხვებზე იქნება ყველა პასუხი გაცემული. რაც შეეხება ახალი კანონმდებლობით, ისევ მნიშვნელოვანი იქნება ბინის ჩაწერის და ენის მნიშვნელობაზე გამახვილება. ანუ რამდენად მნიშვნელოვანია ესპანური ენა, კიდევ ერთხელ გეუბნებით და ყოველთვის უმახვილებ ახალი ჩამოსულებს, რომ ენა ისწავლეთ და ვინც ხართ აქ, ენა ისწავლეთ ესპანური ენა. ამისთვის ჩვენ აკადემიაც გვაქვს, ბევრმა იცით უკვე ჩვენი აკადემიის წარმატებების შესახებ და თუ დაინტერესდებით მომზადებაზე, ახლა მიღებაც გვაქვს, ფასდეკლების პერიოდი გვაქვს 30 რიცხვამდე, თუ დაინტერესდებით, შეგიძლიათ როგორც ჯგუფ, როგორც ინდივიდუალურად შემოგვიერთდეთ და ვისწავლოთ. მეორე ეს საკითხი არის ჩაწერის საკითხი და ზუსტად ჩაწერა გადაწყვეტავს ხა ძალიან მალე, ძალიან ბევრ საკითხს იმისთვის, რომ ქონია შემთხვევები, რომ ადამიანები 3-4 წელი აქ არიან, მაგრამ არ გაიარეს კონსტატაცია, არ იცოდნენ და იცი რა, ჩაწერილი ვარ 3 წელია ლუკა და საუთები გამიკეთე და უცბად გადავხედე, ისტორიკო ემპადრონამენტოს ბევრს გეცოდინებათ რაც არის, ამოიღეთ ეს თლიანის და წყვეტა ქონდა, რაც ის იყო, რომ უბრალოდ არ მივიდა ეს ადამიანი, იმიტომ რომ ვერ მოახერხა და აი ამ წყვეტის გამო მას დაეკარგა ფაქტიურად 2 წელი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი დეტალი იყოს გათვალისწინებული და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქცენტი გაკეთდეს იმაზე, რაც თქვენ მაქსიმალურ სარგებელს მოგიტანთ. ბინის საკითხი და ოთახის საკითხი ეს ინდივიდუალურია, იდეალისტა ან თუნდაც ფოტოკასა, ან Airbnb-ის ვარიანტებია ხოლმე, როცა გავდივართ კონსტატაციას და ძირითადად ამ თემებზე არის ხოლმე ამ სამ რამეზეა დაყრდნობილი ბინა ჩაწერა ენა. აი ეს საკითხები იქნება ისევ აქტუალური, მაგრამ რაც თავარია, ვინც ახალი ჩამოსული ეს კანონმდებლობა ფანტასტიკურია, პროამიგრაციული, დეპორტი არ არსებობს, მთლად ესე არ არის. შეიძლება დეპორტი უაზროდ რაღაცაზე მომცენ, მაგრამ ამის გადაყვანა ჯარიმას თავისუფლად შეიძლება. ყველაფერს უნდა დროული ქმედება და ყველაფერს უნდა დროული გაანალიზება, იმიტომ რომ სამართალში არის ჯერ ასე ვთქვათ, სამართალში არის უცეთი პრინციპი, ჯერ არის და mihi factum dabotibius, მომეც სამართალი და მოგცემ, ასე ვთქვათ, მომეც ფაქტები და მოგცემ სამართალს, ან tempore iuris, მაგალითად, როდესაც ჯერ დრო მერე სამართალი, ანუ შეიძლება მართალი იყოთ რაღაცაში, თუნდაც შრომით კოდექსზე არის ძალიან ბევრი კითხვები ხოლმე, თუ დროულად არ მოხდება იმუნდენიზაციის მოთხოვნა, იმ 20 დღეში არ მოხდება დროულად იურისტთან დაკავშირება, დროს და იმას აზრი აღარ აქვს და ვინც ამ ჯგუფის წევრი იქნება, მინდა გითხრათ, რომ ყველასთვის იმოქმედებს ფასდაკლება 50%-იანი კონსტატაციებზე, ასე რომ თუ დამირეკავთ და მეტყვით ლუკა იცი არ მინდა კონსტატაციაზე თან ამ ჯგუფის წევრები მიგრანტები ესპანეთში მე თქვენ გაიკეთებთ და გაზიარებული მაქვს ეს პოსტი ან მონიშნული ან თუნდაც მოწონებული, იმოქმედებს ეს ფასდაკლება 30 რიცხვამდე. ასე შემდეგ. მოკლედ, რაც თავარი არის, 1-დან 4 წლამდე გაზრდის საბუთის ვარიანტები იქნება, ასევე გამოჩნდება ახალი ფიგურები სოციოფორმატიო და სოციოლაბორატორი, რასაც კიდევ გესაუბრებით. ერთი იქნება, რომ ასე ვთქვათ, 20 საათიანითაც შესაძლებელი იქნება გაკეთება და მთავარი მოთხოვნები იქნება არა მარტო სამშაბათო კონტაქტის მოძიება, სხვადასხვა ტიპის კონტაქტები შეიძლება რა იყოს მეგობრებო და ეს კარგი არის, იმიტომ რომ ამით ძალიან ბევრი ადამიანს უფრო გაუადვილებენ საქმეს. პლუს ამას, გარდა ამისა, ნათქვამი და ნასამართლებლობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, იქ ჩაწერის თემაც და ბოლოს პასპორტის ყველა გვერდი და ის დოკუმენტები, ეხლა ვისაც დაგჭირდებათ, ყველაფერს მოგაწვით შემიძლია ჯგუფებშიც კი მიდევს და TikTok-ზე სხვა შორის მე ამიტომ დაგირთეთ ყველაფერი ეს. რაც შეეხება ახალ შემოსვლას, კიდევ ერთხელ გეტყვით, გამარჯობათ, შეგიძლიათ ნებისმიერი კითხვა ან კონსულტაცია მომწეროთ პირადში, ვინც ამ ჯგუფის წევრი ხართ, 30 რიცხვამდე 50%-იანი ფასდაკლება იქნება კონსულტაციებზე. რაც შეეხება შემოერთების საკითხს გეტყვით, შემოერთების საკითხზე არის ესეთი რამ, რომ თუ მე
ვიღაცამ პირობითად შემომიერთა, ამ შემთხვევაში ვისაც წითელი საბუთი არა აგერიოთ, არამედ ვისაც უკვე ესპანეთის მოქალაქეა და 21 წლამდე შეძლო, შეუძლია ახლა შემოერთოს უკვე 26 წლამდე. დაძმაზე რაც იყო ვარაუდები ჯერჯერობით განხილვის საკითხშია, მინდა თქვენი ჩართულობა მაქსიმალურად რომ ეს ამ ლაივის შემდგომ უფრო ცელი ლაივი ჩავწერო და ამიტომაც თხოვნა იქნება რომ თუ რამე არის კითხვებიც დამირთოთ რომ მე ვიცოდე რაზე გამომახვილო მეტი აქცენტი, ოღონდ თხოვნა იქნება რომ ამ ლაივებს მოусმინოთ, შევამცირებთ ამიტომ სპეციალურად დროები იმისთვის რომ თქვენ ვიცი რომ მუშაობთ, დაკავებულები ხართ და მაქსიმალურად თქვენი უფლებები რო იყოს დაცული, მოგაწოდოთ დეტალური ინფორმაცია. შრომით უფლებებზეც გეტყვით რომ საბუთი რომც არ გქონდეთ იგივე უფლებები გაქვთ, ფინიკიტო არ დაგავიწყდეთ, დაისვენთ, არ დაისვენეთ და ინდემნიზაციასაც 4 დღე აქვს. რაც შეეხება სეგუნდა ოპორტუნიტეტი, ბევრს ერევა რომ აი მე წითელი საბუთზე ვარ თქვი და 6 თვეში შევღებ. არა, ეს არის მაგათი მე რომ გქონდა 1 წლიანი, 2 წლიანი საბუთი, 5-იანი და რო დავკარგო, რო ავიხო რა ყველა ვარიანტი ჩადრებ 1 წლიანზე და 2 წლიანზე, ადრე ვერ იღებდი ამას. და ახალი კანონმდებლობა რევოლუციურია, იმიტომ რომ შეცვალა ფაქტიურად და ახალი პანორამა დაანახა ხალხს და ახალი სვეტით დაანახა როგორ შეიძლება ჩვენ გავიდეთ ახალ კანონმდებლობაზე. და იმის მერე როცა მიხვდნენ რომ ამდენი ადამიანი უსაბუთო დარჩა, ანუ წითელ საბუთზე თქმენს უარი და რო ნახეს რომ კოლაფსი მოხდა სისტემაში, რაც რატომღაც ვერ გათვალეს თუ რატომღაც წინ არ გაიხედეს, ზუსტად ამ რეალობის წინაშე რომ დადგნენ, ეხლა წამოჭრის საუბარი რომ ზაფხული იქნება ცხელი მეთქი, მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ და ამიტომ გირჩევთ რომ მოიშვით მეგობრები და გააზიაროთ, რომ ძალიან მშვენიერი არის რომ მასობრივი ლეგალიზაცია რომელიც ჩამკვდარი თემა იყო თითქოს, გააცოცხლონ და უცბად შეიძლება ყველა ადამიანი ასე მარტივად როგორც იძახიან, ვინც იყო აქამდე ჩამოსული, ანუ 2024 წლის 31 დეკემბრამდე, ნუ იდეაში, ან დღემდე იდეაში, ყველას მიცენ ლეგალიზაცია. თუმცა, რა თქმა უნდა, აქ ბერკეტი რა იქნება მნიშვნელოვანი, ესე მარტივად არ მოგცემენა. დიდი ალბათობით მე მინდა გავიხსენო, როცა ეს მოხდა 2001-2002 წლებში, მასური ლეგალიზაცია კონტრაქტს ითხოვდნენ. ასე რომ, თლად ესე მარტივად მეგობრებო არ იქნება. და თლად ესე მარტივად ყველაფერს ესპანეთი არ გაჩუქებს. მინდა რომ ძალიან კარგად მომზადებული იყოთ, ან თუნდაც კონსულტაცია გაიაროთ, იმიტომ რომ ეს თქვენ მომავალს გადაწყვეტავს. ეს არ არის ისეთი რამ, მე მინდა დაინახოთ აქ საჭიროება, დაინახოთ ამისი გამოყენებადობა, იმიტომ რომ ეს ყველაფერი რო არ შეაფასოთ თქვენ სწორ სპექტრით, შეცდომაში რო არ შეხვიდეთ, მეტი არაფერი, თორე ახლა მე ახლა ცუც რატომ უნდა გითხრათ, ხო თქვენც მინდა ისევ რომ უბრალოდ სწორ გზაზე და მიმართულებაზე დავდგეთ, ხო? აქედან გამომდინარე, ასე ნასამართლეობის თემა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, თუ გასაწმენდია, უნდა დროულად გაიწმინდოს, თუ არა გადაიხედოს, აუცილებლად თუ გვინდა რომ მასობრივი ლეგალიზაცია ღმერთ ვაკნა შემოვიდეს, ძალიან ბევრი ადამიანს ეღირსება ის რომ მიიღოს საბუთიაც იმსახურებთ, იმიტომ რომ ამდენ შრომობ, წვალობთ და თან მით უმეტეს პენსიებზეც მკითხეს, რომ გეტყვით კი ბატონო, პენსიებზე არსებობს კონტრიბუციული და არაკონტრიბუციული. პენსიების საკითხი არის ნიშანდობლივი, იმიტომ რომ სამწუხაროდ საქართველოში რომ მიდიხარ და შენ საბუთი გაქვს აკაური, ვერ იღებ თუ ტოვებ ქვეყანას და ნუ ტოვებთ ქვეყანას, ასევე კიდე ძალიან მნიშვნელოვანი თემას არ გადავხვიე პაროს თემაში და როცა დახმარებას იღებთ, ეგრევე ქვეყანას, იმიტომ რომ მე ჯარიმები მოგდით საკმაოდ მაღალი. ან გაიარეთ კონსულტაცია 50-100 ეურო შეიძლება დაგიჟდეთ. ვიდრე 10.000-ები მოსდით ხალხს ჯარიმები რა. ანუ ძალიან ფრთხილად იყავით, როცა ან დემანდანტე და ემპლეოზე გახართ, ან პაროზე ხართ, ამ მსგავს განცხადებას გააკეთებთ, წინასწარ თქვენ ნუ გეგონება თუ სახელმწიფო არ გამოწვევთ, იმიტომ რომ საზღვარს ეწოდება და ყველა ინფორმაციას იგებენ მაინც რა. ეხლა მე გამიმართლა და სხვას არ გავუმართლა ეგ თემას თუ დავეყდენი, ეგ უკვე თქვენი გადასაწყვეტია, მაგრამ მე მეგობრულად გეუბნევით, იმიტომ რომ ამ ჯგუფში ვისაც უმეტესობას ვიცნობ, ვიცი რომ გაითვალისწინებ ჩემს რჩევას და ვიცი რომ ჩემი სიტყვა ყოველ შემთხვევაში ასწეუბნევი მიიტანს თავის გულთან. და ბოლოს მინდა გითხრათ თუ ასე ვთქვათ სხვა რაიმე კითხვები გექნებათ, შეგიძლიათ უკვე ამ ჯგუფში დართოთ ან კონსულტაციისთვის მომმართოთ პირადში. და მინდა გითხრათ რომ ესპანეთში მიღება დაიწყო 30 რიცხვამდე იქნება ფასდაკლება ამ ჯგუფის წევრებისთვის და ასევე მარცვაწობაზე ესპანურში ვისაც სურვილი გექნებათ და ბოლოს ამერიკაზეც ძალიან კარგი ეტაპია, ვისაც სექტემბერში უნდა მოკლედ შესვლა. სულ ეს იყო მეგობრებო, დანარჩენი უკვე დაგირთეთ. ჩემი თხოვნა იქნება რომ რა ვიცი ამ ლაივის შემდგომ გააზიაროთ ან ასე შემდეგ თუ გსურთ და მოკლედ მეტი ინფორმაცია თუ გაინტერესებთ, დამირთეთ კომენტარები. ბედნიერ დღეს გისურვებთ და მინდა რომ გითხრათ რომ ეს კანონმდებლობა მთლად ძალიან კარგი არის. ცუდი არაფერი არ არის, პირიქით უფრო კარგი არის და პერსპექტიული დადებითი პერსპექტივით მინდა შეხედოთ. მადლობა.